გორბის ბოლო კვლევები გავიხსენოთ. 5 დღით ადრე დაიდო ვიდრე არჩევნები, მაგ გორბის კვლევებში და მაგ შედეგებში იყო ასახული სისტემის სურვილი. და მოდი გავიხსენოთ იმ გორბის შედეგები. ქართულ ოცნებას დაუწერეს 71 თუ 12%, ლელოს დაუწერეს 10%, გირჩს დაუწერეს 9%, გახარიას დაუწერეს 8%, პატრიოტ ალიანსს დაუწერეს 2 და რაღაცა პროცენტი და ჩვენს საერთოდ არ გვახსენეს. ანუ საერთოდ ამოვარდნილები ვიყავით მათი გეგმიდან. ეგ იყო ხელისუფლების სურვილი, კაცო, გორბი თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ეს ნამდვილი კვლევებია, აგერ გამოჩნდა, ხო, რამდენად ნამდვილია და ამთენტურია კვლევები. გირჩმა საქართველოში მიიღო 2 რაღაც 9 თუ 8% და დაუწერეს 9%. მესამედიც არისო, დაახლოებით მიახლოვებული იყო ერთადერთი ლელო. პატრიოტ ალიანსს საერთოდ ვერ გავიდა, ჩვენ საერთოდ არ ვიყავით ნახსენები, ანუ მაგ კვლევებში ჩანდა, კაცო, რა იყო სისტემის და ხელისუფლების სურვილი. და ეგ კვლევები, ნებისმიერი სახის კვლევები, ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფინანსებული კვლევა იქნება თუ ქართული ოცნების ყოველთვის ასახავს სურვილს, იმიტომ რომ ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევები არის მანიპულაციის საშუალება.